მარჯორი და ოლივერ ურდოპრებისადმი მიძღვნილი გამოფენა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა. გამოფენა ოლივერ ურდოპის 150 წლის ჯიუბილეს მიეძღვნა. გამოფენაზე საქართველოში მოგზაურობის ამსახველი მასალები იყო წარმოდგენილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული გეოლოგიისა და იშვიათ გამოცემათა ფონდებში ინახება. ინგლისელი დიპლომატი საქართველოს პირველად 1887 წელს ესტუმრა. სწორედ ოლივერის და მარჯორიმ თარგმნა ვეფხისტყაოსანი განდეგილი ქართული ხალხური ზღაპრები და წმინდა ნინოს ცხოვრება ინგლისურად. თაზმო უორდროპებს და განსაკუთრებით ოლივერ უორდროპს უზარმაზარი ღვაწლი აქვს საქართველოს წინაშე. განსაკუთრებით ოლივერ უორდროპს იმიტომ ვამბობ, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო და ძირითადად კომუნისტური რეჟიმის გამო ოლივერ უორდროპის როგორც დიპლომატის ღვაწლი მიჩუმათებული იყო. უორდროპები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ძალიან მნიშვნელოვნად დააკავშირეს ევროპას და ის დააკავშირეს პრინციპში მისი მთავარი კულტურული ღირებულებით, ეს არის ვეფხისტყაოსანი.